დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში. ქალაქის მერიისა და კულტურის განყოფილების ხელშეწყობით გამართულ კონცერტში მონაწილეობა ადგილობრივმა და მოწვეულმა შემსრულებლებმა მიიღეს. კონცერტ დღეს სპეციალური მიწვევით მრავალშვილიანი დედები ესწრებოდნენ. ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ადგილობრივი შემსრულებლები. რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში რუსთავის კულტურის ცენტრის ორგანიზებით 3 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. კონცერტზე მისულ მრავალშვილიან დედებს ღონისძიების დაწყებამდე დღევანდელი დღე ყვავილებითა და მისალოცი ბარათებით ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებმა მიულოცეს. ქალაქის თვითმმართველობას უნდოდა ეს დღე გამორჩეულად აღენიშნა მრავალშვილიანი ქალბატონებისთვის და საერთოდ მანდილოსნებისთვის. დღეს აიპი კულტურის ცენტრთან ერთად არის ეს ლამაზი ღონისძიება დაგეგმილი. შესანიშნავი შემსრულებლები მონაწილეობენ. მრავალ ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის პროექტ ნიჭიერის ფინალისტები, ქალბატონი ამალია ჯიბლაძე, ბატონი გოჩა ჭაბუკაიძე, ასევე გიორგი ბერიძე, მალხას ხონელიძე, სალხინო და ჩვენი ქალაქის არაჩვეულებრივი შემსრულებლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ასევე ჯგუფები და დღევანდელი დღე მე ვფიქრობ წარმატებულია. დღევანდელი დღის აღსანიშნად გამართულ ღონისძიებას ქალაქისა და რეგიონის ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ. რო აივსო ჩვენი გული სიხარულით, ეს არის ყველაფერი ეს არის ჩვენი დედების გამო, ჩვენი ქალბატონების გამო და ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ მათ გაუვიოლოთ მოხვალინდელი ცხოვრება. მე მინდა გულწრფელად ყველა დედას უსურვო პირველ რიგში ჯანმრთელობა, წარმატება, წინსვლა და მისი შვილების კარგად ყოფნა. რატომ? იმიტომ რომ მათი ყოველი დღე და მათი საზრუნავი არის მისი შვილები და მისი ოჯახი. ვისურვებდი, რომ ესეთი ღონისძიებები, მით უმეტეს დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ყოველ დღე უნდა ჩატარდეს. ეს არის მნიშვნელოვანი როგორც ქალაქისთვის, ისე ჩვენი მომავალი თაობისთვის. დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მხატვართა გაერთიანება გამას მხატვრების ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა, სადაც დამთვალიერებლებს 60-მდე ნამუშევრის დათვალიერება შეეძლო.